ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გაზარდოს. ზოიძის განმარტებით, აქციზზე ფასის მატებით მოსახლეობა თამბაქოს ვეღარ მოიხმარს, რაც დეპუტატის მტკიცებით მათ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. აკაკი ზოიძის ამ განცხადებას ქუთაისშიც გამოიხმაურნენ. შევიგინო რაზეა გაწვრილი და მაგენისთვისაა გაწვრილი მაგი და ფული შონა უნდა კიდე რომ ეს გაჭირვებული კაცი ახლა ის ვერენები ხო თავს იმ მწველი კაცი იმას ამაშიც ბოლომდე იმას რო მოკრან ადამიანი ის რო ყიდულობდა 6 სიგარეტს 10 თუ გაუხადეს ისევე იყიდის საჭმელს მოაკლებს საჭმელს მოაკლებს და იმას იყიდის აბარა უკანასკნელ იმამდე მეიყვანეს რა ბიჩოკებზე გადაიყვანეს ხალხი საღოლ გადაეცეთ ჩვენს პარტიო ეს არა წეველი მე ვარ წეველი ვარ მაინც ყიდულობ ვერ ყიდულობ იმას მაგრამ უკვე ღერებით ყიდულობ ახლა ვითომ გამოსავალს ვახულობ გათვლილია იმაზე რომ ბიუჯეტი შეავსონ მაგენმა ხალხის კისერზე თუ არა ხალხის და მაგენი არ ზრუნა ხომ წეველი ხარ წეველი ვარ ხო მაგრამ გვაწევებენ უფრო მეტ ნაგავს იმიტომ რომ წეველს უჭირს არ მოწირს სიგარეტი ამით თავს დაანებებ თქვენ როგორ ვიგოთ აი ფასების გაზი აი ახლა ვერ ვანებები ძალიან მინდა მაგრამ ვერ ვანებებ ფასის გაზით გამორიცხულია რომ დაანებოს ადამიანები ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მომზადებული რომ დაანებოს როცა აქციზი იზრდება სიგარეტზე ესე იგი მთავრობა შედის საგადასახადოში მეტი გამიგე საგადასახადი იბეგრება ხო მაგრამ პროდუქციის ფასი არ მატულობს პროდუქციის ფასი იგივე არის კი ჩვენი მთავრობა არის გადასავლური მთავრობა ესე იგი ზრუნავს ხალხის ჯანმრთელობას მეტი არა ჩემი შემოსავალს იზრდიან თვითონ არც ერთ ჩვენ მთავრობა პირიქით იმას ზრუნავს რომ ხალხი გაანადგუროს და ამოტყოვოს ბოლომდე ჩემი აზრით ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანების ჯანმრთელობაზე ნაკლებად ზრუნავს უფრო იქნება ეს ეკონომიკურად ესე იგი რომ შევიდეს ფული ალბათ სახელმწიფოში ამისთვის არის გათვლილი ვერც ერთ ვარიანტში ვერ დაანებებს წეველი კაცი სიგარეტს თავს ეცდება სხვა ისეთ რაღაცებს ხო ჩალი ღერას მოწევს ჩალის ღეროს მოწევს და მაინც მოწევს წეველი კაცი თუთუნი კი არა სოფელში ჩალა გინახია ბავშვობაში ეწევოდნენ იმას სიგარეტი პამირი იყო ეგეთ გადავა ხალხი ჩალაზე გონია მოუგებ უყვავს გავოლებს ასე იქნება ხარისხი უნდა იყოს უკეთესი თუ არა მაინც სოდვაა ხალხი და საერთოდ მოწევარ შეიძლება და მარიხუანას დააკანონ და მოწიეთო ვითხარი რა უნდა დაიჯერო მაგის ვითხარი ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდა ხალხი და ახლა რომელი მთავრობის წევრს აქვს თუთუნი დათესილი აქვსინეს დათეს არ ამგონია რა ვიცი ალბათ შეიძლება ასეა ყველგან ტენდენცია მსოფლიოში ასე არის თამბაქოს საწინააღმდეგო და კაის სულს ვერაფერს ვერ უყურებ ამაში მაგალითად ყოველთვის მე არ ამწეველი ვარ არ ვეწევი მაგრამ სულსაც ვერ უყურებ გააკეთო გასო და რაც უფრო ნაკლები მწეველი იქნება მეტი ჯანმრთელობა იქნება ესე იგი მწეველი ადამიანი თუ არის იმას ძალიან ტვირთად აწვევა ყველაფერი ესა თორემ საერთოდ რომ არ ეწევოდეს საზოგადოება ამაზე მეტი დადებითი რა იქნება რავს მე არ ვეწევი სიგარეტს ასე რომ არ მაწუხებს ეგ პრობლემა სიღარიბეს განაპირობებს დამღუპველ ჩვევაზე დახარჯული ფული, განაცხადა აკაკი ზოიძემ. იგი მთავრობას მოუწოდებს, რომ დაასრულონ პროცედურები, რათა საქართველოს შესაბამის კონვენციას შეუერთდეს. ქეთი გელაშვილი ტელეკომპანია მეგატივისთვის.